crying time again. You gonna leave me? I can see the faraway look in your eyes. I can tell by the way you hold me, darling, and it won't be long before it's crying time. და მაგდა ვასაძე, უბრალოდ მაგდა. 95-204. ბეჭო მოდი აკეთე. ჟიური ფეხზე. ფეხზე ადგომით, თეონა ლიზა. ჟიური ფეხზე. ყველა. ბრავო. დიდი მადლობა. გილოცავთ. რა კარგია რომ მოხვედი. ჩვენ რა კარგია რომ მარტო აღარ მღერის. არა, კი გვიყვარს მისი სიმღერა, მარტო როცა, მაგრამ დუეტი გამოვიდა ბრწყინვალე. არ ვიცი, დიდი სიამოვნება მივიღე და გუგული გრიტები, სად იყავით წინა ლაივზე? მოდი, ლიზასგან დავიწყოთ შეფასება ვერბალური ჯერ. მე უნდა დღეს გავამხილოთ ჩემი საიდუმლოება და მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი, რის გამოც მე დავთანხმდი ამ ჟიურის ჯდომას არის ის, რომ ეს ადამიანი ყოველ კვირას მომესმინა. და ერთ რაღაცასაც ვიტყვი, მე ცოტა არ იყოს მერიდება, რომ დღეს პეჩო დგას სცენაზე და მე ვარ ჟიურის წევრი, რომ მე ვიყავი სტუდენტი, როდესაც მისი სიმღერა ეს იყო ჩემთვის წყარო ევროპის კულტურის, გემოვნებიანი სიმღერის, სწორი დამოკიდებულების, აი ამ ცოცხალი შესრულების და რაღაც სხვადასხვანაირი ჟღერადობისადმი.
დღეს ისევე როგორც ყოველთვის ჩემთვის ხართ განსაკუთრებულად სასიამოვნო მოსასმენი და რაღაცა ის საოცარი კულტურა გემოვნება, ნუ აღარ ვლაპარაკობ იმ რაღაც ტექნიკურ მონაცემზე, რომელიც თქვენ ბუნებრივად მოგცათ ღმერთმა. იქნება, არ ვიცი, აი უღრმეს მადლობას გიხდით იმისათვის, რომ მოგვეცით საშუალება, რომ თქვენ კიდევ გისმინოთ. მადლობა ლიზა. დათო. დათო გომართელი. ბოდიში. ორი დათო კარგი, მე მაპატიეთ. დათოს გომარას უყურებდი და მე ევგენიასკენ გამოვიხედე და მოპატიეთ. დათო ევგენიძე. კარგი. ერთი მინდა ვთქვა, რომ ეს ადამიანი არის სულების ქირურგიც. ისე მღერის. არა მარტო ნეიროქირურგი. მე მახსოვს soft eject-ი და მაშინაც ჟიურიში ვიყავი და მივეცი პრიზი აღმოჩენისთვის. მახსოვს ამ ჯგუფს. და მართლა ამ შემთხვევაში ვერ წხვდები ეს ადამიანი როგორც არაპროფესიონალი რატო არის კონკურსში, იმიტომ რომ ადამიანი მართლა მღერის. და არ ფიქრობს არ ასრულებს, არ ფიქრობს არცქულებზე დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ მაგ სიმღერის დროს არ ახსოვს არაფერი სიმღერის გარდა. ფანტასტიკური იყო და თეონა ხო არ დაამატებდი რამეს? სიამოვნებით, იმიტომ რომ აბსოლუტურად აღთოვანებული ვარ შესრულებით და მე მაგდათი დავიწყებ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პროფესიონალებს არ შემჩნევას ვაძლევთ, მაგრამ მაგდა რომ არ ეხებოდეს ირაკლის მე არ ვილაპარაკებდი და მინდა შემდეგი ტურებისთვის ერთი რამე გთხოვო, იმიტომ რომ ბრილიანტთან გაქვს საქმე. ხო და მაგდა, ჩემო კარგო, თქვენ ხართ თაობა R&B-ს, ჩვენ ვართ თაობა rhythm and blues-ის. და ეს ჟანრი ბლუზი და rhythm and blues-ი ყოველთვის ითვალისწინებს რანაირ მაჟორშიც არ უნდა იყოს დაწერილი მინორს, ისტორიიდან გამომდინარე, აღმოცენებიდან გამომდინარე. ძალიან გთხოვ ყველა სიმღერას, რასაც აირჩევთ, სტილისტიკურად გაეცანი და კიდევ ერთხელ გიმეორებ, ბრილიანტთან გაქვს საქმე. ირაკლი, შეყვარებული ვარ თქვენზე. მადლობთ. მადლობა, ქულებით შევაფასოთ. ხო ეთანხმები. გომართელს ვეკითხები. ეთანხმები ხო ყველაფერს? დღეს გვაქვს იგივე. იგივე გვაქვს დავალება მას. დათო ევგენიძე. 10 ქულა. ლიზა ბაგრატიონი. ბევრი ქულა. 10, 9, 8, 7. დათო გომართელი. 10 ქულა. თეონა კონტრიძე. 10 ქულა. 4-10-იანი. მაქსიმალური შეფასება გილოცავთ. გილოცავთ 2 სიტყვით გითხარით. არა, ვიცი რა არის, შენ წინა იმ ტურზე არ იყავი, გაცნობის ტური რო გქონდა და შესაბამისად, როგორ მოგეწონა აქაურობა? მოდი აქედან დავიწყოთ ჯერ. აქაურ დარბაზ გულისხმობ თუ საერთოდ? დარბაზის აუდიტორია თვითონ კონკურსის პირობები რაღაცა. დარბაზი მშვენიერია, ძალიან გამეხარდა ეს ჟიური. მსმენელის მეგონი გადასარევია, ძალიან კარგად რეაგირებენ და ძალიან სასიამოვნოა. ძალიან დიდი მადლობა. ისეთ სიტყვები იყო, რომ ცოტა შემწვა რაღაც. ხერხულად ვიგზავნა. რა ხართ ეს ნეიროქირურგები რა? გავაცილოთ 95 204